წვიმიანი და სუსხიანი ღამე იყო. გარეთ მისლის უფევდა. ლამპიონები ანათებდნენ, მაგრამ მაინც ძალიან ბნელოდა. სიზაძეების ოჯახის ფანჯრიდან სინათლე გამოდიოდა. ოჯახის თავკაც ბართლომის კარგი სამსახური ჰქონდა. დედა თებია კი საუკეთესო მზარეული გახლდათ. მათი 14 წლის ქალიშვილი ელენა ულამაზესი გოგონა და საუკეთესო მოსწავლე იყო. ის ასევე კარგად აცებდა. მაგრამ მას ერთი პრობლემა ჰქონდა და ამის შესახებ მშობლებს უვანდა. დედა მამა რაღაც უნდა გითხრათ. ისმენ შვილო. ცეკვინა რომ მოვდივარ, გონია რომ ვიღაც უკან დამყვება. დიდი ხანია ვმალავდი, მაგრამ უკვე ძალიან მეშინია. არ ინერვიულო შვილო. ალბათ რაღაც გეჩვენება. ყველაფერი მოგვარდება. ახლა წარი შენს ოთახში და დაისვენე. თებია და ბართლომე ფიქრობდნენ, რომ ეს ყველაფერი მისი ფანტაზიის და გადატეხის სასაკის ბრალი იყო. მაგრამ ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა მშობლებმა საზარელი ამბავი შეიტყვეს. ერთ ნისლიან ღამეს ელენას სახლში ცეკვიდან ბრუნდებოდა. გარეთ ძალიან ბნელოდა. გოგონას ისევ შეთქმულება დაეუფლა, რომელზეც მშობლებს ხშირად უყვებოდა. მაგრამ ამას ყურადღება არ მიაქცია და გზა მშვიდად განაგრძო. მას უკან შავებში ჩაცმული მამაკაცი მიყვებოდა. გოგონა მოეცრად სკვეში ცემი შეხება იგრძნო და წოთისობას გამოუშვებოდა. თებიან და ბართლომე მინერვიულეს, რადგან ელენა არ ჩანდა. ამიტომ ბართლომე მის საძებნელად გაეშურა და სახლში სისხლიანი გოგონას გვამი დაბრუნდა. თებიას ლანგარზე დაწყობილი ვახშამი ხელიდან გამოეცალა. ის ამ ყველაფერს არ იჯერებდა, მაგრამ როცა ბართლომემ ელენას თოვლივით ქათქათა სახე მეუღლეს დაანახა, ყველაფერი ნათელი გახდა. პოლიციამ და მშობლებმა ყველის ძიება დაიწყეს. იმ ადგილას მივიდნენ, სადაც ელენა მოკლეს და გოგონას სისხლით დასრული ყველის პირადობის მოწმობა აღმოაჩინეს. ყველი დაიკიდეს, მაგრამ მალევე გამოუშვეს. მიზედად კი სამხელების სიმცირე მოიყვანეს. ხალხმა ყველობის შესახებ კარგად იცოდა. ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილება არაფერს მიიჩნიეს და მეორე დღეს ყველი და მისი სახლი ფერფლად აქციეს.